მოხარული ვართ, რომ დღეს მოგვეცა საშუალება მივიღოთ მონაწილეობა წიგნის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში, რომელიც ზესტაფონის ბიბლიოთეკაში ტარდება. დღეს კვირეულის გახსნის პატივი წილად ხვდა ზესტაფონის მომავლის სკოლას. ამისათვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს მასპინძლებს. პროექტი წარადგინეს მე-9 კლასის მოსწავლეებმა. ამ პროექტში ისინი საუბრობენ წიგნის მნიშვნელობაზე, ღირებულობაზე, სწორუპოვრობაზე. შეუცვლელია წიგნი ნებისმიერ ეპოქაში. დღესაც კი თანამედროვე ტექნოლოგიების ხანაში წიგნი ინარჩუნებს თავის აქტუალობას, ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას და რჩება სამყაროს შემეცნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებად. პროექტი რამდენიმე აქტივობისაგან შედგება, ბავშვებმა მოამზადეს საკმაოდ მრავალფეროვანი აქტივობა. მაგალითად, ერთ-ერთი გამორჩეული აქტივობა ალბათ არის ის, რომ დაამზადეს ხელნაკეთი წიგნები, თავიანთი საყვარელი მწერლების ან ნაწარმოებების შთაგონებით. აგრეთვე ისაუბრეს წიგნის ისტორიაზე, თანამედროვე წიგნის წინაპრებზე, ასევე საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს წიგნის დამზადების პროცესი, რა ეტაპებს გადის წიგნი, ვიდრე ჩვენს თაროებამდე მოაღწევს. ასევე ძალიან საინტერესო იყო სასკოლო სივრცეში ჩატარებული გამოკითხვა, ერთგვარი სოციოლოგიური გამოკითხვა, დაწყებითი კლასების მოსწავლეები გამოვეკითხეთ, რამდენად უყვართ წიგნის კითხვა, გვაინტერესებდა როგორი იყო სტატისტიკა. ასევე საბავშვო ბაღს ვესტუმრეთ სკოლამდელთა აკადემიას და პატარა ახსასდელებს ბავშვებმა წაუკითხეს წიგნები და ეს ყველაფერი დღევანდელი დღის აღსანიშნავი ფაქტია. წიგნი თუ კარგად დაწერილია, ყოველთვის მეპატარავება და სულ სიამოვნებს ისე დაძაბულ მომენტებში კითხვა წიგნის. როცა აღარ ვიცი უკვე რა ვაკეთო და სიამოვნებს. თავის ჩემ სამყაროში ვარ მე ამ წიგნებთან და ჩემი ინსპირაცია იყო ვეფხისტყაოსანი. წინა წელს გავიარეთ ვეფხისტყაოსანი და ძალიან მომეწონა და მეც მინდოდა რომ შემექმნა ჩემი ხელით ნახატები თუნდაც ის ჩემი საყვარელი სტრიქონები, რომელიც ახაც დავიტანე წიგნში. და რა ვიცი, აფორიზმების მაგალმოტანილი ვეფხისტყაოსნიდან. და ზოგადად ეს ვეფხისტყაოსანი მე ვფიქრობ ერთ-ერთი უნიკალური ნაწარმოებია ქართულ ლიტერატურაში. წიგნი ჩემთვის არის საუკეთესო მეგობარივით, როდესაც ცხოვრებაში შეიძლება რთული მომენტი გვაქვს, ან ბედნიერად გრძნობთ თავს. იმის მიუხედავად, რომ ეხლა ტექნოლოგიებიდან ძალიან ბევრი ინფორმაცია შეგვიძლია წიგნებით წავიკითხოთ, აი წიგნთან ურთიერთობა და იქიდან ამოკითხვა არის ჩემთვის უფრო კარგი. წიგნების კითხვა არის ჩემი აზრით ძალიან აუცილებელი. შეიძლება თავიდან ძალიან რთული იყოს, ვერ მიეჩვიონ, მაგრამ უნდა დაიწყონ ისეთი ლიტერატურის კითხვა, რომელიც აინტერესებს და არა დაძალებული. მაგალითად, ძალიან ბევრი კარგი თანამედროვე თინეიჯერული წიგნები არის ყვავების 6-ეული, ჩემი არ გესმით და ასე შემდეგ. მე დღეს ვარ წარმოდგენილი წიგნით რომეო და ჯულიეტა. დღეს როგორც წიგნის საერთაშორისო დღეა, ასევე არის შექსპირის დაბადების და გარდაცვალების დღე და მის პატივსაცემად რომეო და ჯულიეტა წარმოვადგინე. ეს არის 23 აპრილი, ანუ წიგნის შუქების დღე და გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთისთვის გვეჩუქნინა წიგნები. და გადავწყვიტეთ, რომ ახლო მომავალში ამ წაკითხული წიგნების პრეზენტაციას წარუდგეთ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს. როგორც იცით, არის 23 აპრილი, წიგნის შუქების საერთაშორისო დღე და ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი კლასელები გაგვეხარებიან და ერთმანეთს ვაჩუქეთ ჩვენთვის სასურველი წიგნი. რა თქმა უნდა, ინიციატივა მოდიოდა ჩვენი ქართულის მასწავლებლიდან თამარ სვანიძისაგან, რომელიც მართლა ყოველნაირად ცდილობს, რომ ყველანაირი დამატებითი წიგნები წაგვაკითხოს და ისე გვიხარია, რომ ასეთი კარგი მასწავლებელი გვყავს. ბიბლიოთეკაში როცა მოვედით, შევხვდით მომავლის სკოლას, რომლებიც აპირებენ პრეზენტაცია წარადგინონ წიგნებზე, როგორც მე ვიცი და მათ წარმატებას უსურვებ. იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამას ახალი კომპონენტი ემატება. სპინალურ-კუნთოვანი ატროპიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის სერვისების ფართო სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი. საუბარია ამბულატორიულ, სტაციონალურ და კვლევით მომსახურებაზე. მინისტრი ამბობს, რომ უწყებისთვის მნიშვნელოვანია თითოეულ პაციენტზე ზრუნვა და მათი ჯანმრთელობის უფლების დაცვა. მისი განცხადებით, ნერვკუნთოვანი დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მათი მიმდინარეობის მონიტორინგია. სიახლის ამოქმედებით კი ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საჭირო სერვისების ფართო სპექტრი. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები ისარგებლებენ
მედიკოსთა კონსულტაციით, ასევე კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით. მომსახურება სახელმწიფო დააფინანსებს და პაციენტებისთვის სერვისების სრულიად უფასო იქნება. პარალელურად გრძელდება მუშაობა, რომ იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში ბავშვებთან ერთად კვლევითი სტაციონალური და ამბულატორიული მომსახურებების ზრდასრულმა ბენეფიციარებმაც მიიღონ. იშვიათი დაავადებების მართვის სახელმწიფო პროგრამას ემატება ნევრკუნთოვანი დაავადებების, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის, ბეკერის კუნთოვანი დისტროფიისა და სპინალური კუნთოვანი ატროფიის ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის კომპონენტი. კომპონენტი მოიცავს როგორც ექიმ სპეციალისტების კონსულტაციებს, ასევე კლინიკო-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებს და იძლევა კომპლექსური ზედამხედველობის შესაძლებლობას. ბენეფიციარებს შეუძლიათ სერვისი მიიღონ როგორც სტაციონარულ, ასევე ამბულატორიულ პირობებში და გათვალისწინებულია წელიწადში 3-ჯერადად სრული გამოკვლევების ჩატარება. კომპონენტი შემუშავებულია შესაბამისი დარგის ექსპერტების ჩართულობითა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით. ნევრკუნთოვანი დაავადების მქონე ბავშვებისთვის წარმატებული მართვის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი მათი მუდმივი მეთვალყურეობა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვანი შეფასება და ამისათვის მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობა ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. იაშვილის კლინიკას აქვს ამ მხრივ ძალიან დიდი გამოცდილება, აქვს ამის შესაძლებლობა, რომ შესთავაზოს ყველა ის სერვისი, რომელიც ამ ბავშვებს აუცილებლად ჭირდება მუდმივად იმ პერიოდის განმავლობაში, რა პერიოდით საჭიროებენ ესეთ დეტალურ მეთვალყურეობას. ამიტომ იმ სპეციალისტების ჩამონათვალი თლიანობაში 10 სპეციალისტი შეიძლება იყოს საჭირო, სხვადასხვა სპეციალისტი, ამ სპეციალისტების ერთ სივრცეში თავმოყრა და ამ ბავშვების შეფასება წელიწადში ერთხელ იქნება ჩვენი მთავარი ამოცანა და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბავშვების მეთვალყურეობისთვის და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ოპერატიული მართვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროგრამა, როგორც ამბულატორიული, ისე ჰოსპიტალური სეგმენტში, მათი მოთავსება და მათი კვლევები და შემდგომი დაკვირვება და მონიტორინგი და ამიტომ ძალიან დადებითი შედეგი ექნება. პროგრამა უნდა იყოს ხელმისაწვდომი რეგიონშიც და თბილისშიც და ამისთვის მუშაობს სამინისტრო შეხვედრები ტარდება და იმის მიხედვით თუ რომელი კლინიკა მიიღებს მონაწილეობას, ჩაუტარდებათ იმ კლინიკაში მკურნალობაც, ლაბორატორიული კვლევების და ჰოსპიტალური მკურნალობაც. ამის გარდა ლაბორატორიული კვლევები და თქვათ კონსულტაციების არჩევანის უფლება ექნება პაციენტს. თქვათ რომელ კლინიკაში გადაწყვიტავს ამბულატორიულ ამა თუ იმ კვლევის ჩატარებას. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში მონაწილეობა მივიღოთ და ჩვენი კლინიკა სრულად არის აღჭურვილი შესაბამისი აპარატურით და სპეციალისტებით, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ და მათთვის საჭირო სერვისები შევთავაზოთ, როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული. მათ შორის ვფიქრობ, რომ ჩვენი ქსელის სიდიდიდან გამომდინარე ჩვენი რეგიონის კლინიკები ამ ნაწილში სიხარულით ჩაერთვებიან და ვეცდებით, რომ ამ ადამიანებს თავიანთი ყოფა შევუმსუბუქოთ და დავეხმაროთ მათ ამ დაავადებასთან ბრძოლაში. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, გერმანული ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე ბრუნდება. ცნობილი ხდება, რომ ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას მიმდინარე წლის 15 ივნისიდან განაახლებს და ის სამგზავრო ფრენებს ფრანკფურტი, თბილისი, ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ყოველდღიურად განხორციელდება. შეგახსენებთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გერმანულ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 20 აპრილს მიანიჭა, რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას. ცალმხრივი მიმართულებით ბილეთის ფასი 200 ევროდან 365 ევროს ფარგლებში იმერყევებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 56 მოქალაქეს საქართველოდან გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებული იქნა თურქეთის, ინდოეთის, პაკისტანის, კენიის, ფილიპინების, ერაყის, ნიგერიის, უგანდის, ბანგლადეშის, განას, იორდანიის, კუბის, რუსეთის, სუდანის, ტაჯიკეთის, ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოების ჯამში 56 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.